მოგესალმებით გადაცემაში ერთი დღე და თქვენ ალბათ გაინტერესებთ ახლა ვის სადარბაზოში ვიმყოფებით. ეს გახლავთ დიდი მომღერლის, ასე ვთქვათ, უმშვენიერესი მომღერლის თამუნე ამონაშვილის სადარბაზო და მე ახლა ვეცდები კი არა და შევტრიალდები და მიუკაკუნებ. ნახოთ როგორ ფორმაში დაგხვდება. დილაშვიდობისა. შეთან მოვიდით რომ გავატაროთ ერთი დღე. შეამოვნებით. ეს ერთი ღამე. ერთი ღამე. მარტო ცხოვრობ თუ არა? არა, მე დედასთან ერთად ცხოვრობ. დედასთან ერთად. მოდი დავიწყოთ სურათებიდან. რამდენი სურათები მაქვს? ძალიან აჰა. შავით მაგარ და სპარიკია? ეს სპარიკია კი. კარგი ფიქრია რომ შავი ჩეკერება. ხათი შორის მიფიქრია, მაგრამ ისი რა შავი უფრო ცოტა ისეთი მკაცრია ჩემთვის, უფრო ღია ფერები მიხდება. როდესაც მინდა რომ რაღაცა გადავარდე წარსულში, ძალიან ხშირად ვათვალიერებ. აჰა. ეს კი ფოტო ძალიან კარგი განწყობა მექნება სხვათა შორის ფოტოების თვალიერების დროს. ასეთ კოლექციონერი ხარ შეიძლება ითქვას. თოჯინების თუ არა კოლექციონერი, უბრალოდ მართლა საჩუქრის სახით არის ყველა თოჯინა ჩემს ოჯახში. მაგრამ საოცრად ძალიან ბევრი მაქვს გაცემული. ცოტა ვერ ვიტევ ძალიან ყველაფერს ვერ დადებ, ყველაფერს ვერ ჩამოკიდებ. ამიტომ ისედაც მიყვარს ძალიან საჩუქრის კეთება. ტრადიციულად რომელ საათზე იღებ? ხო, დილი ტრადიციულად, ძალიან გვიან, ყოველ შემთხვევაში სადღაც 11-მდე ვერანაირად ვერ გავიღვიძებ. და 12-ის მერე, ან 12 საათზე, ან 12-ის მერე. ეს იმის გამო რომ გვიანი ძინებ ღამე. ხო, ალბათ იმის გამო. სადღაც 2-3 საათზე ვიძინებ ღამე და ამიტომ მიწევს. აჩვეულებრივ ფორმაში ხარ და მაინტერესებს აი ეს ქალების სახისკანის გულისთვის, იმისთვის რომ სახისკანი კარგად გამოეყურებოდეს და არა მარტო სახისკანი, ადრე იწინებენ და ეცი დაგეთანხმებით. მე ეს ბოლო წლებია ვიძინებ ცოტა გვიან, მაგრამ ვამატებ კიდევ ვაორმაგებ ვარჯიშს და რაღაც ნილსაცხეულს ისეც. რაღაც არ გამიფუშეს სახისკანი და მართალი რომ გითხრათ, აი ქალისთვის ალბათ ეს ძილის მომენტი აუცილებელი ფაქტორია. ბევრი უნდა იძინო, უნდა გამოიძინო და რაც თავარია ვარჯიში აუცილებელია. ეს ანუ თქვენ მოხვიდოდით, მე ვივარჯიშე უკვე. ეს მაგიდაზე აღმოვაჩინე, ალბათ მე არ აღმოვაჩინე, შემიცადე ველიკოლეპნაე ფიგურა. ესე იგი საპიცი ეს მე შევიძინე მოსკოვში. ეს არის ვარჯიშები, 15 წუთიანი ვარჯიში. 15 წუთიანი და 15 წუთის საკმარისია, საკმარისია. აი ერთი კვირის განმავლობაში 7-8 სანტიმეტრი აბიომი, მიდის იკარგება, მაგრამ წონარჩება იგივე. დღეს ტოვებ თუ ყოველდღე ვარჯიშობ? იცი, სასურველია ყოველდღე, მაგრამ არის მომენტი, რომ ყოველდღე ვერ ვარჯიშობ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ენერგიას ხარჯავ ადამიანი, ხო? მაგრამ იცი, აუცილებელი ფაქტორია მე ვთვლი ვარჯიში და ეს არის სუნთქვასთან ერთად, ეს მხოლოდ სუნთქვასთან ერთად კეთდება. და იცით, მე მგონი 15 წუთი ქალისთვის, რომ დღეში 15 წუთი ვარჯიშო, ეს არ არის კატასტროფის დროის დახარჯვა და გარდა ამისა, ეს ვარჯიში სადღაც 30-მდე დაავადებას კურნავს ნელ-ნელა. მთელი ცხოვრება ფორმაში ხარ, მთელი ცხოვრება არანაირი ცელულიტი არ შეგაწუხებს. და ნახოთ როგორ იქნება 60 წლის ამონაშვილი. გაიღვიძა თამუნე ამონაშვილმა, ივარჯიშა და რას მიირთმევს საოცმად? ყავას? პირველი ჩემი გამოღვიძების დროს არის ყავა, რომლის გარეშეც ნამდვილად ვერ ვიარსებებდი. მხოლოდ დილით უზმოზე. მე ვიცი რომ ეს ძალიან ცუდია უზმოზე ყავა, მაგრამ ერთადერთი საშუალება, რომელიც მე ნამდვილად მაფხიზლებს და ცოტა ისეთი ვხდები. აი მე მთელი დღის განმავლობაში მე აღარ ვსვამ.
ეს არის ქართული პორტოხალი, რომელიც უფრო ნაკლები ნიტრატებით არის სავსე და მინდა რომ მირთვათ. აი სოიოს კატლეტებს თუ გიჟდები სოიოზე, ასე ყველაფერს მივირთვათ სოიოს. რა გიადვილდება მართვის დაცვა? კი. ასე თუ ისე დღესდღეობით კვების ფაქტორი ძალიან მოწესრიგებულია მარხვაში. ყველაფერი გაჩნდა რაღაც სამარხო მაიონეზისკენ, ნამცხვარით შეგიძლია მიირთვა, ყველი სოიოს ყველი, ასე რომ ძალიან ბევრი რაღაცაა და ადვილია ეს მარხვი ადვილია. მიყვარს თუ არა სამზარეულოში ფუსფუსი? იცი როგორ არის, უბრალოდ არ მრჩება დრო, უბრალოდ არ მრჩება ენერგიაც კი, რომ რაღაცა ოჯახს, იმიტომ რომ დედა ჩემი ყველაფერს აწესრიგებს, მე საგარეო მინისტრი ვარ, გარეთ ვაწესრიგებ ყველაფერს და ასე რომ, მაგრამ ძალიან გემრიელი ხელი მაქვს და მე ამაში დავწმუნდი მოსკოვში ყოფნის დროს, როდესაც ვაკეთებდი საადილს, რაღაცას ფანტასტიკურად გამომდის ჩახოხვი. მოსკოვში გავაკეთე პირველად. მოსკოვში გავაკეთე პირველად. იმდენად გემრიელი იყო, რომ რაღაცა მეხოცებოდი, გიხოცები კიდევ ერთხელ და რაღაც სუპებს ვაკეთე. და მოსკოვში ვისთვის დაამზადე სადილი თუ საიდუმლო? ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, სადაც ვიმყოფებოდი, იქ მეც თვითონაც ცხოვრობდი და ასე რომ ჩემთვისაც ვამზადებდი, მაგრამ ნაკლებად ვამზადებ ყოველთვის ჩემთვის. პირადად მე რომ მომშილდეს და მოვამზადოს ძალიან ისე. საერთოდ მეც გამიგია რომ ესეა, რომ დიასახლისი სადილს თუ თვითონ ამზადებს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ის მიირთვა. როგორი მეუღლე იქნება თამუნაამონაშვილი? არის სამზარეულოში. მე ამას ვერავის ვერ შევპირდები, რომ რაღაცა საქორწილო სუფრები მეცი და ალბათ ჩემი სტიქია ეს არ არის, მაგრამ ოჯახს ალბათ ძალიან მიყვარს სისუფთავე, ძალიან მიყვარს მოწესრიგებულობა, მაგრამ არის მომენტი, რომ იცი არ ახარ ხასიათზე, ხარ დაღლილი, არაფერს გაკეთება არ შეგიძლია და აბსოლუტურად ყველაფერი არეულია, მაგრამ ეს რაღაც იშვიათად ხდება, ხო? ბოლოს შენ გინდა ძილი დასვენება, მაგრამ ამასაც მოევლება. ძილი დასვენებაზე გამახსენდა სად ძინავს თამუნას? სადზე პატარა ოთახი მაქვს იქ ძინავს. Make it, do it, makes us harder, better, faster, stronger. და რა ფილმის კოსმეტიკა ჭარბობს შენთან ოთახში? ხო, სისლეის ნელსაცხებულს ხმარობ. აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახის კანისთვის ეს არაჩვეულებრივია, ძალიან ბევრი ვიფიქრე. აი, ესეც ჯერნეტიკის ესე მხოლოდ გამოწერით არის მოსკოვშიც კი და ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდა ჩემს სახეს. არის ექსპერიმენტებს თუ ატარებს სახის? კი, ძალიან ხშირად მიტარებ და ამ ექსპერიმენტების შემდეგ მივხვდი, რომ აი ეს ორი ნელსაცხებელი არის ძალიან კარგი ჩემი სახის კანის. მაშინ გადაგდებს სუნამოებზე. ძალიან მიყვარს განსხვავებული სუნამოები, ესპანური სუნამოა. ვუსუნოთ ესპანური. ძალიან ორიგინალური სუნი აქვს. ძალიან მიყვარს ესეც ამერიკული და ესპანური სუნამოები მიყვარს ძალიან. ესეც ამერიკული, ახალია. გახსოვს თუ არა პირველი სათვალე, რომელიც ყველაზე დიდხანს ატარე და ეს არის ჩემი მოვას პერიოდის სათვალე. სურათებიც არსებობს აი ამ სათვალეში, რომელიც აი საოცრად მიყვარს, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო ჩემთვის რაღაცა ესეთი ზღაპრული პერიოდი, რატომ არ ვიცი, რაღაც ყველანაირად. რამდენი სათვალე გაქვს? იცი რატომ მე ვერაფერს ვერ ვაგროვებ, რატომ? იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს გაცემა. აუცილებლად უნდა გავცე რა. ძალიან ბევრი სათვალე მაქვს ნაჩუქარი. აი ესეც ულამაზი სათვალეა. და შენ თუ გჩუქნია სათვალებს? კი, რა თქმა უნდა, აი ხო ეს სათვალე მე მაჩუქეს. ფაქტიურად თითქმის ყო, მაგრამ აუცილებლად შეაღწია ჩემი გემოვნება უნდა იდოს. აი სათვალე მაჩუქეს ფერეგამო. თუ არ ვწდები. არა, ფერეგამო არ არის, ეს არის კავალი. კავალი. სათვალე თუ გაგტყობია შენთვის? კი, ნახე ძალიან ლამაზი, რომელიც მე ძალიან მომწონდა და სამწუხაროდ აი იმდენად მომწონდა ეს სათვალე, რომ ფაქტიურად აი არც გადავაგდე. ალბათ ჩანთაში მედოდა, ნუ რაღაცა ესე არასწორად.
ვიყავი ამერიკაში ცოტა 3 თვის წინ დეკემბრის თვეში და იყო ის გემზე კონცერტული კი იყო ნუნუ გაბუნია, ქალბატონი ნუნუ გაბუნია, ოთარ ტატიშვილი, ქეთა თოფურია და ესეთი საინტერესო კონცერტი ჩატარდა, სხვათა შორის გემზე ჩატარდა, ეს გემი გავიდა ნიუ-იორკში იყო, მანჰეტენზე გავიდა, 4 საათი შემოუარა, აი ამ ოკეანეში შევიდა და იმდენად საინტერესო იყო ეს სანახაობა, რომ ეს ალბათ არასდროს არ დამავიწყდება. აი ჩვენამდე მოვიდა ესეთი ჭორი თბილისში ჩამოვიდა, რომ სადღაც გადაფრენის დროს ბარგის გადაზიდვისას მინიდისკები არა, ჭორი ჭორი არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ დაგეგმილი იყო 4 კონცერტი და ვერაფრით არ შეიძლებოდა ჩატარება, იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში ჩემოდნები არავის არ ქონდა, უბრალოდ ხელჩანთა, ვისაც არ ჩაუბარებია, ვთქვათ, ის ხელჩანთები. ჩემოდნები სად დაგვრჩათ? არ დაგვრჩათ, დავკარგეთ, აქედან 24 საათი რატომღაც ვიფრინეთ, რაღაცა გაფუშტა ერთ-ერთ თვითფრინავში გადაგვაფრინეს მე შემდეგ სხვაგან და ალბათ აი ესე დავფრინავდით. და დაიბრუნეთ მე. კი, მე დაგვიბრუნეს, მაგრამ სამწუხაროდ იქიდან რომ ჩამოვფრინდი მე, დავკარგეთ ჩემოდან, რომელიც არასდროს აღარ მიმიღია და ალბათ იმედიც აღარ მაქვს, რომ მივიღებ. ეს კი პოვნელი დასაჩუქრდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ დამყოფი და ალბათ ჩაფიქრებულიც მაქვს, რომ რაღაცა სოფლიო მოვია. ძალიან მიყვარს აი უცხო ქვეყნებში სიარული, ღამე მიყვარს, იმ უცხო ქვეყნის ღამის ქალაქი ვნახონ, აი იმ ადამიანების ცხოვრების სპეციფიკა და ვთვლი რომ აი ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ რაღაცა ქართველები მაინც ყველაზე გამორჩეული ერია, თავისი ნიჭიერები, თავისი არასტანდარტულობით, არ ვიცი, აი რაღაც საცხოვრებლად სხვაგან ვერ წახვიდეთ. ნამდვილად ვერაფრით ვერ წავიდოდი, მე ეს უკვე გამოვცადე მოსკოვში მომიწია ყველაზე დიდი ხნის ცხოვრება, ფაქტიურად მოსკოვიც ჩვენ, ნუ ერთიანი ვართ, ხო, ასე თუ ისე. მოსკოვი არ არის ის ქვეყანა, რომ რაღაცა ქალაქი, რომ ეს გაგიჭირდეს შენს ქვეყანას, შენს ქალაქში ჩამოსვლა, ან შორს მართლა იგრძნო, უამრავი ქართველი არა. მაგრამ ალბათ ვფიქრობ, რომ აი ჩემთვის, ჩემი შინაგანი მონაცემებისთვის ძალიან ძნელია სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ვიქნები 10 დღე. 10 დღის მერე უკვე მიჭირს, უკვე გულის ტკივილი მეწყება, რაღაცა ცუდად ხდები და მე ვგზნობ, რატო ვარ ცუდად, ალბათ იმიტომ, რომ მე რაღაც მონატრების ეს დამეწყო რაღაცეები რა. გიყვარს თუ არა წიგნების კითხვა, ან იძენ თუ არა ქართულ ჟურნალებს და ყოველკვირ. იცი რა, მე ვიძენ ქართულ ჟურნალებს, იმ ჟურნალებს, სადაც მე ვარ. ფაქტიურად ყველა ჟურნალისტი, ვინც იღებს ინტერვიუს, სურათებთან ერთად მიბრუნებს ჟურნალებს. ჩემ ჟურნალებს მე გადავწყვიტე რომ ეს ჩემი ჟურნალებით არ მეთრია და ის რაღაცა ისეთი პატარა ალბომი მithობს გაკეთებული. საინტერესოა, მე მგონი ეს რაღაცა მარტო შეიგებს. მე და ლალი ტოტიკაში. როდესაც ვარ ცუდ ხასიათზე, საკუთარი ჟურნალი, ეს ჩემი მთელი ცხოვრება. ეს არის ჩემი ისტორია, ასევე. მოდასთან ერთად იცმევ თუ იცი რა არის, მე ვთვლი რომ აუცილებლად უნდა მიყვე მოდას, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომ მოდაში თუ რაიმე შემოდის, ის ერთი შტრიხი არის არა ერთი შტრიხი, არამედ სხვადასხვა განზომილებაში თითოეული შტრიხი, ხო? აი ამ რამდენიმე შტრიხებში შენ შეგიძლია აირჩიო ის, რაც შენს ხელს უხდება, ხო? საკუთარი გემოვნებით შეგირჩენია, რომ შეირჩიო სამოსი. იცი რა, მეც ვთავ ჩემს გემოვნებას. აი ყველაფერში აბსოლუტურად თითქმის ყველაფერში ჩემი კორექტივა აუცილებლად შემოქვს. ეს არის ჩემი მოქსოვილი, ჩემი გაკეთებული დიზაინი. ახლა რომ შენი მოქსოვილი კაბაკაცია. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ხსოვ ან კერავ, ზუსტად აი ამ პროცესში მოდის ის ფანტაზია, რა შეიძლება აი ამას, ეხლა აი ეს სამოსი აბსოლუტურად სხვანაირად გქონდა წარმოდგენილი, მაგრამ მოქმედების პროცესში, როდესაც მე ამას ვქნიდი, რაღაცები ძალიან ბევრი შტრიხი შევცვალე. მე ვიცოდი, რომ თამუნა ხელმარჯვე ოსტატი იყო ქსოვაში, კერვაში, მაგრამ ეს კი ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა, იმან რაც მიხი საკუთარი თვალი. კიდე მოიცი? ჩაო, მაზია, მოდი. როდის
მოქსოვე? აი სულ რაღაც 2 კვირის წინ. 2 კვირის წინ. მაგრამ ჯერ არ ხსნა, იმიტომ რომ არა, ეს ალბათ საფხულის ხო. ძალიან მომწონს მწვანე ფერი და ეს წელიც რაღაც სალათის ფერები მწვანე უფრო ჭარბობს. მწვანე მაიმუნის ფერია. რამდენი გჭირდება? ცხეში ძალიან მალე გსოვა, ასე რომ აი ჟაკეტი რამდენი დღეში? ეს სულ რაღაც ბაკურიანში მოგსოვე 1 კვირაში. 1 კვირაში. ძალიან ბევრი რამე მაქვს გადაკეთებული, კაბები, დაგაფუჭებული, გადახდილი, მაგრამ ამასობაში ვსწავლობდი მე აი ამ ყველაფერს, ამის კეთებაში და ამიტომ ნახე როგორ გიხდება. უბრალოდ ამას უფრო ესეთი შავი ფერის რაღაც ისეთი სამოსი უნდა. ეს შემიძლია უკვე თქვა რომ თამუნავა. და გათენდება ერთი ღამე. როგორ აფასებენ კოლეგები შენს მიერ შექმნილ სამოს და აქსესუარებს? იცი რატომღაც ყველა ვიტყოდი რომ ტარსოკრას. აი სუკრა. იცი ფაქტიურად მე ხლა ბევრს არ ვქნი, ვაკეთებ ცოტას და ვცდილობ რომ აი ამ ცოტაში იყოს რაღაცა გრანდიოზული და ლამაზი და განსხვავებული. არ იყოს შაბლონი. რომელიმე შენ პოპულარულ კოლეგას ხომ არ დაასახელები, ვისთვისაც გიჩუქნია რაიმე შენი შექმნილი ან აქსესუარი ან სამოსი და დავუშვათ ან კლიპში ყოფილიყოს. იცი ალბათ კი როგორ არა. იაფარულავასთვის ვალისთვის მიჩუქებია. ნუ რაღაც ძალიან ბევრი მაქვს გაცემული. უბრალოდ ეხლა შეიძლება ვერ მოვიდე აზრზე. ფაქტიურად არ ვიმახსოვრებ ვის რას ჩუქნი და სამწუხაროა ეს ფაქტი, იმიტომ რომ ალბათ უნდა ვიმახსოვრებდე, რომ როდესაც თუ დამჭირდება, მე აი ამას შევაგროვებდი და რაღაც ერთ დიდ გამოფენას გავაკეთებდი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომ ის ძველდება, ხო? და ამიტომ თუ რაიმეს მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი, ალბათ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც სიმღერას თავს დავანებებ და მოცეს მოვინდომებ, რომ გავაკეთო ერთი გამოფენა, ჩემი საკუთარი გამოფენა, მაგრამ ალბათ ის უფრო სიახლებით იქნება სავსე. პრინციპში რასაც აგასცემ შენია. ესე იგი გიბრუნდება თუ არა იგივე პასუხით. კი, ძალიან ხშირად. ეს ჩემგანშან. დიდი მადლობა. ესე იგი ასე თქვა ჭალებში და გავიჩალიჯე. ხო. დიდი მადლობა და სხვა დანარჩენო ქართული ესტრადის წარმომადგენლებო, ესე იგი ჩვენ ყოველდღე მოვალთ თითქმის თქვენთან გადაცემაში ერთი დღე და გამგადეთ დაჩუქრები სტუდია მაესტროსთვის. აქ ხედავ რომ უამრავი ჯილდოა. კი, იცი სხვათა შორის ძალიან ბევრი აკლია აი ამ ჯილდოს. იმიტომ რომ მე რამდენიმეჯერ გამოვიცვალით საცხოვრებელი და ამიტომ ყველაფერს ვეღარ ვდებ სევით. და ეს მეგა, მე მგონი და წელს მიიღე თუ არა. წელს მე არ გამოვცხადდი მეგაზე, ასე რომ სრული არ მქონდა. და ეს რაში გაწივა? იცით, ახლა მე ეს აღარ მახსოვს უბრალოდ სტუდენტური პაემანია. ეს 2001 წელი სულიკოს ფესტივალი, ნუ ეს მეგები. და ყველაზე ორიგინალური და ყველაზე სექსუალური ალბათ. ისე მოვიდი და ღრის თვალებს. ყველაზე ძვირფასი შენთვის რომელია? ალბათ ყველა ის ჯილდო, ყველა რასაც გჩუქნი, დასაფასებელია. ალბათ ამისთვის იღწვის ყველა შემოქმედი. და ეგ გვერდზე შევნიშნე მე ხე პატარა შენი გაკეთებული ხარ. არა, ესეც იცით, ეს არის რაღაც ფესტივალი არა, რაღაც კონცერტი იყო და აი ამ კონცერტზე მაჩუქეს ეს სიმღერა 2000. ხელოვნურ ხეებზე გამახსენდა, რომ აი ცოცხალი ყვავილები ნახე, მცენარეები ბევრი და გიყვარს თუ არა. რაცა ვერ მოუარეთ. ესეც ხოლმე გააჩუქე. არა, ეს არ გამიჩუქებია, მაგრამ
ну ეს ნაჩუქარია. ეს ფაქტობრივად ყველაფერი ნაჩუქარი. ეს რა არის? ხო, ეს არის საფრთხიდან ჩამოტანილი. მაგრამ კარგი სუნი აქვს. უბრალოდ სულს გამოსცემს, რაღაც კარგ ხასიათზე გაყენებს და არსებობს სხვადასხვანაირი ისინი, აი სხვადასხვა შემცველობის, ზოგი აძინებს, ზოგი აფხიზლებს და ეს უბრალოდ კარგ ხასიათზე გაყენებს. თვითონ ოჯახშიც კი რომ შევდივარ, არა, ალბათ იქ ჩემთვის სასურველი სუნი თუ არ დგას, ანუ თუ არის ცოტა დახშული, თუ არის რაღაც ბნელი, ჩემთვის ცოტა ისეთია, გაუსაძლისი ხდება იმ ოჯახში ყოფნა. ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სურნელს. Better, faster, stronger. სასურველია ფეხითია. ჯანმრთელობისთვის Never. აპირებდა რომ შეიძლება საკუთარი ავტომობილი. კი, რა თქმა უნდა, ეს ამის შესაძლებლობა ალბათ ძალიან ბევრჯერ მქონდა, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე, რომ ალბათ ჩემი საქმე უფრო პირველი უნდა იყოს და ეს ყველა შესაძლებლობა ისევ საქმეში ჩამიდია. მაშინ მე ვილაპარაკოთ იმაზე, რა ფირმის ავტომობილი მოგწონს და აი შენი ну მომწონს Lexus-ი, მომწონს RAV4 ჯიპებიდან. და მე რა ვიცი, BMW-ს მომწონს, Mercedes-იც მომწონს, ალბათ Volvo გამოშვება Mercedes-ის. და უფრო რომელ მარკას შევიძენდი? ალბათ იცით ძალიან დიდი ფული რომ მქონდეს, ალბათ Lexus შევიძენდი და აუცილებლად RAV4-ს. რეალური შანსი? მანქანა შეიძლება შეიძინო? RAV4. შეიძლება შეიძინო. მაინც ვერ ავწდი. ეს კი ძალიან მალე შეიძლება თამუნე ამონიშვილი RAV4-ზე ვიქიო. იცი, მე ვთვლი, რომ ეს არ არის ფუფუნება. ალბათ ფუფუნება შეიძლება რაღაც მომენტში არსებობდეს ძალიან ლამაზი მანქანის შეძენის დროს, მაგრამ მანქანა ალბათ ეს ჩემთვის პირადად ძალიან საჭირო საგანია, ესე ვთქვათ. არა ფუფუნების. ამჯერად არ ვფიქრობ მე ფუფუნებას, მხოლოდ საჭიროებისთვის არის არსებობს ჩემთვის. დილით სახლიდან რო გამოხვალ ავტომობილი რო ვეყოლება, ალბათ საღამომდე აღარ შეხვდა. არ მისედაც საღამომდე არ შევდი, ამიტომ ჩემი საქმიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ალბათ ძირითად დროს გზაში გაატარებ. ესე იგი, ჩვენ მოვედით დიზაინერ ავტოთქვით იმისთან მაღაზია სალონში და აი, თამუნაკ თქო. თქვენ მე დამაკავშირეთ დღეს ავტოს. მე ძალიან მიყვარს ავტოსთან მოსვლა, განწყობა ისეთი, რომ აი ყოველთვის 2 დღეში ერთხელ ალბათ აქ მოვდივარ, საქმე რომ არ მქონდეს, უბრალოდ მეგობრები ვარ და რაღაცა ჩვენს ემოციებს უზიარებს. რას უკერავ ამ ადამიანს და რისთვის ამზადებ? თამუნეს ძალიან ბევრი ამის უკერა ხოლმე. ძალიან მიყვარს ამ ადამიანთან მუშაობა. ну ჯერთი დავიწყოთ იქიდან რომ აი ცხოველის ამბავში გაიგე. მოგწონს. შემდეგ რაც სერიოზული მნიშვნელოვანი რაღაცებს აკეთებს ხოლმე, ხშირ შემთხვევაში მომართავს მე. ერთმანეთს. ეს იგი ვაკეთებ დისკის. ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე. და იქნება არა მარტო ეს ატლასის მასალა, არამედ იქნება კიდე ხავერი და ვილვეტი. მასალა გრეკი. შენ თუ გიყვარს ატლასი? იცი, საერთოდ მითხრა. ალბათ კომბინირებული კი. ძალიან აქტუალურია წელს ატლასი, აბრეშუმი, ვილვეტთან და ბარხატთან შეფარდება. კომბინირებული მუსიკა. და ფერი შავი იქნება, თუ რაღაცა სხვა ფერი. შავი, ყველა ხავერდით შავი, ვილვეტით შავი და ესე შავი. რაღაც კომბინაციაც ერთმანეთში გადადის ალუმინი. ნახოთ რა გამოვა. არა, ეს არ იქერება ჩემი სოლო კონცერტისთვის. ეს უბრალოდ მინდა განვაახლო ჩემი გარდერობი. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ თამუნე ხშირად არ იცნობს ერთი და იგივე ტანსაცმელს. ძალიან რთულ მდგომარეობაშია სხვათა შორის დღევანდელი მომღერლები. შლეიფიანი კაბა. არა, ერთხელ კი, ერთხელ. არ სოლო კონცერტზე ეცვა, იმ ხელა შლეიფი კი არა, კაბა იყო ესეთი გრანდიოზული. ხო, ეს 45-იანი კაბა.
ხავერდი ხო იცი რა მოდაში არის ხა რევოლუციის მერე ხავერდოვანი სამოსი და ვარდებიანი ეს ხავერდია მაგრამ სილუეტი ძალიან კლასიკური რაც თამუნას ძალიან მოუხდება არის ეს მიდის სიგრძე რომელიც ასევე ძალიან უხდება და არის გამოყვანილი ბოლომდე ანუ დაახლოებით რომ მოდიხარ შარვალი გინდა კაბა გინდა თუ დაუშვათ პიჯაკი გინდა ეუბნები და რაღაცა უნდა იცის რა უნდა და რაღაცა ერთად ვაკეთებთ ხოლმე ზოგჯერ მარტო ზოგჯერ არ ვიცი რა მინდა და მაყვალიანად მოდიხარ და კონცერტი მაქვს არ ვიცი რა ჩავიცვალ კი ეს ხშირად ხდება სხვათა შორის ახალი წლის ღამეს როდესაც ვიყავი საოცრად დაბნეული რა ჯამეცო იმიტომ რომ იყო გარეთ კონცერტი სიცივე ყინვა 31 დეკემბერს ღამე გახსოვთ მე მგონი ხო ეს არის დიდი კონცერტი რომ აი ამ დროს ძალიან იბნევი გარეთ და ამოდროულად გინდა რომ იყო ძალიან კარგ ფორმაში გამოსაჩენ ფორმაში თან ახალი წელია თან ძალიან ცივა რა ჩაიცვა არ იცი და ავთომ აღმოაჩინა ჩემი ულამაზესი შუბა რომელიც მე საერთოდ არ მახსოვდა არაჩვეულებრივი კაბა შემომთავაზა და ზემოდან ჩაიცნობთ ხარ ეს ძალიან მაგარი შუბა. დოჩი გაბანა სტილის კაბა ხო? რომელიც მე ძალიან მომწონს, უკვე ჩემს გარდირობში კიდია. გამაშები ანგორის. მოგხსოვეს ასრაფოთ ერთ დღეში? და კონდა კონცერტი და გზაში მივდიოდა გზაში ვხსოვდი და ერთ დღეში რაღაც ორი დიდი გამაში მომხსოვე. და დაახლოებით რა დროს შეახერხებ რომ მზად იყოს დავუშვათ თამუნას 60 ეხლა დავუშვათ რამდენი ხანში იქნება ზოგჯერ ერთ დღეში ზოგჯერ 2 საათში ზოგჯერ ერთ თვეში გახსოვს აი ეს ნაცრისფერი ერთ საათში არა ნახევარ საათში უბრალოდ კლიენტებო მოითხოვეთ რომ მოხვალთ თორმე არ მოთხოვდეთ ხო შეიძლება რომ ავტოსთან ნახევარ საათში შეიკეროთ 300 თან სწრაფად ჭირდებოდა უცებ ეს ქვედაბოლო გავაკეთეთ, მე თამუნა მაი მორჩენილი ქსოვილები და რაღაცები მოიდო, ეს დამიმაგრეთო, აქო ჩამაგრეთ. ამ დროს იყო რაღაცა ძალიან კატასტროფა დროში შეკერილი. შენ და 15 წუთში დაბადების წესები ვარ და ამის ხომარ მომიხერხებ. შენ მომართავ თუ არა ავთოს გათხოვების ქორწილის შემთხვევაში? იცით რა, ჯერ მოდი გავთხოვდე. და მე აუცილებლად გამოჩნდება კაბა. ეს კი სწორად და მივდივართ. დანანა. სად მოგძელებთ დღეს? ეხლა მივდივართ სტუდიაში ბექასთან. ჩემი ახალი ბოლო ნამუშევარი უნდა მოგესმენიოთ. დაგტოვებთ, იმიტომ რომ ავთო ემზადება ახალი კოლექციისთვის. თამუნამ უკვე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს მოგზაურობა, მაგრამ საქართველოს არ გაყიდეს და ესე იგი ბოლომდე დარჩება აქ საცხოვრებლად, იმიტომ რომ თბილისი ყველაფერს ურჩევნია. და აი განსაკუთრებით მეც ძალიან მიყვარს თბილისი და განსაკუთრებით რომელი ადგილი მოგწონს და აი თუ გენატრება ხოლმე ზოგი მაგალითად სახში ზის და უცებ ახსენდება რომ ქართლის დედასთან მინდა ავიდე ერთი წელი არ ყოფილ ხარ და ეს რაღაც ქართლის დედას და ნამდვილად არ მახსენდება მაგრამ არაჩვეულებრივია ზოოპარკში მოგენატრება და მოგიდება გასენება ანუ აკის პარკში იცი რა საერთოდ ქალაქი მენატრება იქ ალბათ ქალაქში ვაერთიანებ ყველა ჩემს ახლობელს ჩემს საქმეს ჩემს აი ცხოვრების ტემპს აბსოლუტურად ყველაფერი დევს საქართველოში ჩემი სულიერი სამყარო ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი თბილისი და იმდენად მიყვარს რომ მთელი საქართველოც მასში გაერთიანებული ძალიან მიყვარს აი დასასვენებლად სად დადიხარ ხოლმე დავუშვათ აი სოფელში თუ გვყავს საერთოდ სოფელში ბავშვობაში ძალიან ხშირად დავდიოდი მე ვთვლი რომ სოფლის ჰავა აუცილებელია ყველა მოზარდისთვის ბავშვობაში რომელ სოფელში ისვენები მე ხათიშის კახეთში ვისვენები იმერეთში ვისვენები ძალიან ხშირად ახალგაზრდობა გატარებული კახეთში თუ იმერეთში ქობულეთში თუ ბათუმში და ახლა 2004 წლის ზაფხულს თამუნა აპირებს კანარის კუნძულებზე დასვენებას ძალიან დიდი სურვილი მაქვს ასე რომ თუ გამოვიდა თუ იქნება მშვიდობა ძალიან მინდა დავისვენო ფოტოებს ანუ ცოტა ცივილურად მინდა დავისვენო ფოტოებსაც გადაიღებ ფოტოებს აუცილებლად იმიტომ რომ მე ხომ ფოტომანია მწირს მე ყველგან ვიღებ ფოტოებს მოვინახე სიმღერა კი აქ არის შენი სიმღერა ხო რა სიმღერას უნახავ
რა ქვია მონახე? კი. რა დაარქვი? ლევიკ არისტეხ. ყველაზე ორიგინალური სახელით ამონა სიმღერასთვის გადაგერქმევია. ძალიან ბევრი რაღაცა. არა, მე ძალიან ბევრი ორიგინალურია. შენ თუ გაიხსენებ ერთ-ერთს და მე არ მეუბნებიან, რას არქმევენ. იცი როგორ ჩვენ თვითონ გავიწყდება ხოლმე რა. მაგრამ ეს დავიმახსოვროთ, ხო? ლოვიკ არისტეხ. ეს სიმღერა არის ავთობადუაშვილის აი აბეკას ერთად ვიმუშავე. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. მე ძალიან მომწონს ეს სიმღერა და ვაპირებ რომ კლიპიც გადავიღო ამ სიმღერაზე. თამუნასთან ერთად მუშაობა როგორია? ადამიანი რომელსაც რასაც ეთქვა ყველაფერს აკეთებს. ანუ პრობლემა არ აქვს არც ხასიათთან, არც შესრულების მანერასთან, არც იმ მუსიკასთან, ამ მუსიკასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. ესე იგი მე აქ სტუდიაში აღმოვაჩინე რომ გარდა იმისა რომ მეგობრები ხართ და ერთმანეთთან მუშაობა ძალიან მოგწონთ, აღმოჩნდა რომ ბექა თამუნა ამრაშვილის ფანია, იმიტომ რომ მისი კალენდარი აქვს სტუდიაში გასწრებული. ავტოგრაფით ურთ ჩემს ალბომში თითქმის ნახევარზე მეტი იქნება ავთობადუაშვილის სიმღერები. და ალბომის გამოშვებას როდის? ალბომის გამოშვებას ეს ძალიან ძნელი ეცი, ამის თქმა ყოველთვის მიჭირს. ძალიან ხშირად ვლაპარაკობ ალბომზე, მაგრამ რატოღაც ძალიან ბევრი რაღაც არსებობს გარშემო, რომ რაღაცის გამო არ კეთდება, ვიღაცის გამო არ კეთდება, რაღაცა სიტუაციის გამო არ კეთდება. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მორჩეს და დამთავრდეს სადღაც ზაფხულში, ალბათ ეს უკვე დამთავრებული იქნება. თამუნა ამრაშვილის ცნობილი პოზიორობით, მე მგონი ყველა ფოტოგრაფს უყვარს შეთან ერთად მუშაობა, ალბათ ეს ალბომით შენი ფოტოებით იქნება დამშვენებული. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ფოტოები თავისთავად რაღაც სახეს ქმნის, რაღაც იმიჯს ქმნის. თვითონ გამომდინარე ალბომიდან შეიქმნება ალბათ ეს ფოტოებიც. თავისთავად ეს ყველაფერი ერთად იქნება მოთავსებული. კლიპები, სიმღერების სურათები. სოლო კონცერტი. თავისთავად, როდესაც ალბომი უკვე გავა გაყიდვაში, როდესაც ხალხი მოისმენს და შეიყვარებს უკვე სიმღერებს, თავისთავად მოდის ის მომენტი, რომ აუცილებლად უკვე უნდა გაკეთდეს სოლო კონცერტი. ეს სოლო კონცერტის გარეშე ალბათ ალბომი ყველანაირი შექმნილი სიმღერა იყინება. ახლაც არ ვიცი მაშინ რატომ მოგენდე მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარს პირველი სტერეო. მოგლაგობა პირველ სტერეოსაც სტუდიომა ერთხელ მაყურებელს საერთოდ მოვაწოდებ და დაელოდეთ მორიგ გადაცემას ერთი დღე ვარსკვლავთან ერთად. ეს იყო თამუნა ამონაშვილთან ერთად ერთი დღე. წავედით.